საოცარი თემქაზე ხედი. ისიამონეთ მეგობრებო არქია სამნების ხედებით. ეს არის მეტაფიზიკური არე, სკოლა ლაშარი. ქარხანა გადაიდით მაგალითად. ცემენტის ქარხანა და სიგარეტიანი ხელი მეგობრებო. აი ესეც ჩვენი საოცარი ავტოპარკი მეგობრებო, ალგიდას ნაყინები და შეუვალი მერსედესი თეთრი, რომელიც მიქრის მიმაფრენს უგზავნოთ როგორც კონექტში ჩასხმული ბენზინი ამავდროულად პორტალის ბენზინიც უკან არ ჩამორჩება. და ამავდროულად ადამიანები, რომლებიც კრიალაში რეცხავენ თავიანთ ბინძურ მანქანებს, რომლებიც ყარს მოპედიანი მეგობარი მიიწევს, რათა მიუტანოს სარჩო საბადებელი დამშეულ ახალგაზრდებს. გულით გარდაცვლილი ადიდასის შარვალი და მონაგავებული სულისკვეთება, აი ასე გამოიყურება ჩემო პატარებო. მესაფრაოების განუყრელი მეგობარი, ლაფატკა. შენებარე სახლი, რომლის კაფელშიც ირეკლება ჩემი მისტიური სხეული. 9 ნომერი ფუნჯი, რომელსაც არაერთი მხატვრის ხელში გაუვლია. და ეს მხატვრები იყვნენ ტულუზ ლოტრეკე, ლეონარდო და ვინჩი, პოლ გოგენი და კიდევ, იცით ვინ? თვით ჟირაფი ჟოზე. შვიდად მოუყვებოდა ოფლიან გზას სამი ბანოვანი და საუბრობდნენ ისინი ჭეშმარიტებაზე. მათ ჩაუარეს კამოტორსის შესანიშნავ მაღაზიას. ერთ-ერთი უკან ჩამორჩა, რომელსაც თეთრი კეპი ეფარა თავზე. შემდეგ კი გაუსწორდა მათ. რაღაცნაირად იჭვნეულად უყურებოდა იგი, მაგრამ ფიქრობდა, ეს ბორბლები წავიდოდა თუ არა მის 2002 წლიან ტიდაზე, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა შავით შემოსილი მამაკაცი, რომელსაც ხელში საოცრებით შემოსილი რემენი ეჭირა ხელში. მიყვარს ჯენტლმენი მამაკაცები, როგორ დააცადა, რომ გამოეარა სამ ბანოვანს და მხოლოდ შემდეგ განაგრძო სვლა. აქ გასათვალისწინებელი არის ერთი ფაქტი. 40-ზე მეტით არ უნდა გაიაროთ, მაქსიმუმ 55-ით. დაიმახსოვრეთ მეგობრებო ეს სიფრთხილე, დაიმახსოვრეთ, გამოგადგებათ. და აი ვოლტის კურიერმა ლაჯებში ამოიდო 2 ღერძულა ხაზი და გაუყვა გზას, ვითარცა უკუნ მიმქრალ ფიქრებში აზელელი ეს არაფრის მომცემი სამყარო. ბედნიერად გაფრინდი ჩემო ლამაზო, ვოლტის კურიერო, მე შენ წარმატებებს გისურვებ. კარგად იყავი, კარგად. ბედნიერებას გისურვებ ჩემო მირანდო, გისურვებ სულიერ სიმშვიდეს და რაც თავარია, კაკა ყოფნას.